ეგ არის, სად ვარ? წავედი. всё, გავუშვით. ეხლა დავიწყეთ დამშვები მექანიზმის გამოყენება. ნახე რა მაგარია, ხო არ გადაო. მოგესალმებით, დილის 8 საათი, ჩვენი სახლიდან და ბაზიდან, სადაც ვლაგდებით და ვემზადებით ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტისთვის, რომელიც გულისხმობს თბილისი აკრების დროშის, რომელიც არის 145 კვადრატული ფრენას დრონით თბილისის თავზე. კონკრეტულად კი თბილისი აკრების ტერიტორიის თავზე. ამისთვის ვემზადებით და გავდივართ. მოგესალმებით ჩვენს კოპტერის ბენჩში, რომელიც სულ ახლახან შევიძინეთ. ვაპირებთ უკეთესად გაკეთებას, მაგრამ ჯერ ვერ მივედით იქამდე. საქართველოში ვერ ვიპოვეთ ისეთი ადამიანის ჯგუფი, ვინც ესე ვთქვათ, ინტერიერის გაკეთებას თავის თავზე აიღებდა და გზადაგზა ვეძებთ, მაგრამ მოცულობის ამბავში საკმაოდ კარგად ვართ. ძალიან მარტივად ვაპირებთ ამის მოწყობას. აგერ არის ფლაიკარტი, ჩვენი გურიის გმირი და ნებისმიერი წონის ამწევი საქმიანობის გმირი. ეხლა ჩავლაგდებით 2-3 მანქანით გავალთ აკრების ტერიტორიაზე, თან თელს პროცესს გაჩვენებთ. ესეც ასე, მოვედით თბილისი აკრებში, რომელიც გახლავთ თბილისის ახალი უბანი, სადაც სულ რაღაც ამდენიმე თვეში ცალკე დამოუკიდებელი თვითმყოფადი უბანი იქნება და სადაც ვემზადებით ჩვენი დრონის საფრენად. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მიხარია, რომ მსგავსი პროექტები ხდება, ადრე რა ვიცი, 2 წელიწადში ერთხელ თუ მოხდებოდა რაიმე მსგავსი განსხვავებული დრონით და ასე შემდეგ, თუმცა ეხლა კომპანიები, ბრენდები, მათ შორის ერთ-ერთი პირველი მიხვდა თბილისი აკრები, მსგავსი კომუნიკაცია არის ეფექტური, საინტერესო, გულისხმობ ამ შემთხვევაში კონკრეტულად დროშის ფრენას. თუმცა დღეს ვაფრენთ ჩვენი ფრენების ისტორიაში ყველაზე დიდ დროშას. როგორც გითხარით, 145 კვადრატული მეტრი თბილისი აკრების დროშა იფრენს თბილისის თავზე. ამ ტერიტორიასაც შეეხება, ეს ტერიტორია გახლავთ ვაკესა და საბურთალოს შორის, ყველაზე ისეთი გონივრული გაგრძელება არის თბილისის დასახლების, რადგან ძალიან ახლოს არის ყველაფერთან. აქ იქნება დამოუკიდებელი საცხოვრებელი სახლები, კულტურული თუ კომერციული დაწესებულებები, შეკრების ადგილები, მინი მოლი და ასე შემდეგ. სრულიად თვითმყოფადი უბანი იქნება, რომელიც სულ რაღაც 3 წუთში, 4 წუთში არის პირდაპირ საბურთალოსთან დაკავშირებული ნაფეტრების გზაზე. ძალიან საინტერესო გეგმები გვაქვს აკრებთან ერთად. ამ წლების განმავლობაში არა მარტო დროშით და დრონით ფრენისას, ასე რომ დავიწყოთ. აქ გვაქვს დროშა, რომელიც წონით პირდაპირ რო ვთქვა, დაახლოებით 14-15 კილო არის. აი ესეთი დროშაა დაკეცილი. დროშის ზომა არის 16 მეტრი 9 მეტრზე და რომელსაც ძალიან მალე გავშლით, გავამზადებთ უკვე და უნდა ტექნიკურად რო აგიხსნათ, ვისაც ტექნიკურად გაინტერესებთ, ამ დროშის ქვემოთ იქნება დაახლოებით 15 კილო ტვირთი იმისათვის, რომ დროშა გაიშალოს და დავინახოთ და მივიღოთ ის ვიზუალი, რაც გვინდა. ასევე დღეს ვიღებთ DJI Inspire 2-ით, რომ დრონის კადრები გქონდეს საუკეთესო ხარისხის. ასევე ვიღებთ კამერებით, ასევე ვიღებთ ტელეფონით, Insta 360 დავაყენებთ კიდე დრონზე და ასე შემდეგ. ეხლა დრონს გავამზადებთ, ცოტა ხანში ბიჭები ლაგდებიან, ტექნიკას აწყობენ და მომემზადებით ასაფრენად აი ამ ტერიტორიიდან და გადავუფრენთ თბილისის აკრების ტერიტორიას. არა, მამა, აფრენა ადამიანის აფრენა არ შეიძლება ამ დრონით. ცოტა მოიცადე მამა 1-2 წელი და მე გაფრენ გაკატავებ შენს და მეც ერთად ვიფრენთ, სადაც გაგვიხარდება. ამ დრონით გვიფრენია ბათუმში, ბევრი ბუშტებით, გვიფრენია დროშით, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა კომპანიებისთვის. დავხმარები ვართ ადამიანებს გურიაში. გახსოვს შენ გურიაში რო ვიყავით ადამიანებს წამლები რომ მივაწოდეთ? და მოკლედ ბევრი საინტერესო რაღაცა გვეკეთებია და ძალიან გვიხარია და ძალიან გვიყვარს ეს დრონი. ამ დრონის ტვირთამწეობა ოფიციალურად და მაქსიმალური გახლავთ 40 კილოგრამი, 2 ელემენტის შემთხვევაში 30 და 2 ელემენტით დავფრინავთ ხოლმე მაქსიმალურად, როცა შეგვიძლია, რადგან გადაზღვევლებები ყავთ, იმიტომ რომ უფრო მეტი ფრენის დრო გვაქვს. ამ შემთხვევაში ტვირთი გვაქვს დაახლოებით 25 კილოგრამი, თუმცა ამას ემატება აეროდინამიკა,
ქარი და ასე შემდეგ. ქარი როცა ემატება მამა, წონა უფრო იზრდება, მაგრამ ამ დროს ასევე გვეხმარება ის, რომ იფრინავს დრონი და დროშა ჰაერშია, უფრო მსუბუქდება. მოკლედ ვაბალანსებთ. ასევე ვზომავთ ქარის სიჩქარეს აუცილებლად და ქარის დაბერვის საწინააღმდეგო მიმართულებით. როდესაც დავფრინავთ, მაშინ არის იდეალურად გაშლილი ხოლმე დროშა. ოღონდ სწორი სიჩქარე უნდა შევურჩიოთ. თუ ოდნავ მეტი მოგვივიდა, ან ოდნავ ნაკლები, რა თქმა უნდა, დროშა იკეცება და საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ ვხედავთ და ვეღარაფერს ვეღარ ვიღებთ. ძირითადად მისიებზე დავფრინავთ ხოლმე ავტომატიზირებული მისიებით, ანუ delivery hub-ში წინასწარ დაგეგმილი მისიებით. დღევანდელ შემთხვევაში ალბათ უფრო მენუალით ვიფრენთ, რადგან დღევანდელი აქტივობის მიზანია, რომ ხალხმა ნახოს უბრალოდ და გადავიღოთ. თუმცა სხვა ღონისძიებებზე, როდესაც მთელ მარშრუტს გეგმავთ ხოლმე ქალაქში დავფრინავთ, ან ასე შემდეგ, სარეკლამო მიმართულებით, ამ შემთხვევაში წინასწარ წერთ ყველაფერს, სიმაღლეს, ტრაექტორიას, სიჩქარეს, ყველა დეტალს და ვუშვებთ ავტომატურად ხოლმე და მე ხელი მაქვს ესე აწეული. უბრალოდ წინასწარი დაგეგმვისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ვიცხაროთ და ყველაფერი ზუსტად გავწერთ. რაღაც ამდენიმე წუთიღა დარჩა აფრენამდე, კალიბრაციებამდე და ასე შემდეგ. ზოგადად მსგავსი პროექტები შედგება ბევრი სხვადასხვა ეტაპისგან, შეიძლება ყველა ვერ ჩამოვთვალო ეხა. თუმცა პირველ რიგში დრონის შემოწმება, გადამოწმება, ეხა სანამ კალიბრაციას გავაკეთებთ, კიდე გადაამოწმებენ ბიჭები, რომ ყველაფერი მზად არის. შემდეგ remote controller-ი, პირველ რიგში რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დატენვა, რომელიც გუშინდელი დღიდან დავიწყეთ და გადამოწმება, remote controller-ი ხაზზეა. დროშის გაშლა, რომელიც ამ წამს მიმდინარეობს, შემდეგ უკვე დროშაზე კონკრეტული სიმძიმის დაფიქსირება, სწორი დაფიქსირება დროშის მიწაზეც და შემდეგ უკვე ესე ვთქვათ ტრაექტორიის და წინასწარ შემუშავებული გეგმის კიდევ ერთხელ გადაჩეკვა. ამ შემთხვევაში არ გვაქვს ესეთი შემთხვევა, რადგან ხელით ვაფრენთ, ესე ვთქვათ დროშას, რადგან ასევე რელიეფური არის და გვერჩვინა, რომ ხელით გვეფრინა დღევანდელ გადაღებაზე. გადავამოწმებთ ყველაფერს, რომ დრონში ყველა კონკრეტული კომპონენტი მუშაობს. ეს თვითონ DJI-ის flycart-ის ანუ pilot-ს აქვს მოცემული soft-ში და შეგვიძლია გადავამოწმოთ ყველაფერი, არ ვიცი, ელემენტების მდგომარეობა, პროპელერების მდგომარეობა, არმების მდგომარეობა, ვოლტაჟი, პარაშუტი, თუ პარაშუტი აყენია, ამ შემთხვევაში პარაშუტი მოხსნილი გვაქვს და ასე შემდეგ. პროცესი ძალიან საინტერესოა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც დრონები, ფრენა და ეს პროფესია უყვარს. მაგალითად, ჩემთვის. ამიტომ არის, რომ ესე ძალიან ვართ ამ ყველაფერში ჩართული. აქეთ გვაქვს წონა, როგორც უკვე ნახეთ. ეს გახლავთ ჩვენს მიერ 3D პრინტერზე დაბეჭდილი სამაგრი, რაზეც კიდია ეხა 15 კილო, აი ეს. სრული შევსებით 100%-იანი ინფილით ყარია მაქსიმალურად, ხოლო ეს დამაგრძელებელი ტროსები, რომელიც უშუალოდ flycart-ის არის და რომელსაც სხვათა შორის დავკიდებთ ხოლმე flycart-ი აღიქვამს და გვეკითხება. და დავაფიქსირე 1 ან დავაფიქსირე 2 ტროსი და მივამაგრო, ანუ დავამატო ჯალამბარის სიგრძეს. და თვითონ დრონზე როგორც იცით არის დამშვები მექანიზმი დაფიქსირებული, რომელსაც აქვს 20 მეტრიანი დაშვების შესაძლებლობა, ანუ 20 მეტრიანი თოკი, მაგრამ თუ დავეთანხმებით მაგრაფას, ამას ამატებს და ხდება 25-30. ჩვენ შემთხვევაში არ ვამატებთ ხოლმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან არ გვინდა რომ სიმაღლეები აგვერიოს და ჩვენ თვითონ გვაქვს დათვლილი მოკლედ, პლუს დროშის ზომა ემატება ამას. ესეც ჩვენი დროშა, რომელიც აუცილებელია რომ არ დავსვაროთ, მაგრამ ისეთი ფერია, რომ ძალიან რთულია რაღაცა არ დაისვაროს, რადგან ესეთ საველო პირობებში გვიწევს მუშაობა. 150 კვადრატული რო წარმოიდგინოთ, ძალიან დიდი ბინის სახლის ზომა არის და სანამ აფრინდება ხოლმე მასას ხედავ, მაგრამ რო აფრინდება და შორს რო არის, მე რა თქმა უნდა ვერ აღიქვამ ზომას. რა თქმა უნდა მსგავს ფრენებს, განსაკუთრებით, როდესაც რაიმე ტვირთს კიდებ, რაღაცა გადაგაკ და ასე შემდეგ ჭირდება სპეციალური ფრენის ნებართვა და ამაზე ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, ვისაც ეს თემები გაინტერესებთ. ამისთვის ჩვენი კომპანია კოპტერი არის, ესე ვთქვათ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან ლიცენზირებული კომპანია. მე მგონი ერთადერთი, ან ერთ-ერთი, არ ვიცი ახლა როგორი სიტუაციაა, ჯერჯერობით კიდევ ერთადერთია, აგერ მახსენებენ, რომლებსაც გვაქვს ესე ვთქვათ სპეციფიურ კატეგორიაში ფრენის უფლება. სერტიფიკატის სახელი არის ესე ვთქვათ ლუკ სერტიფიკატი, ლუკის სერტიფიკატი გვაქვს. ამ სერტიფიკატის ფარგლებში არა მარტო flycart-ის ფრენებს და ჩანაწერებს ვაკეთებთ, არამედ სხვა დრონებისაც როდესაც დავფრინავთ, განსაკუთრებით, არ ვიცი, ადამიანების თავზე, ინფრასტრუქტურის თავზე, სახლებზე, ქუჩებზე, სტადიონებზე და ასე შემდეგ, მაშინაც გვიწევს ხოლმე შევსება. ეგ არის ახლა კალიბრაციის მომენტი, ოღონდ პატარა დრონებისგან განსხვავებით, ამ დრონის შემთხვევაში მხოლოდ ესეა საკმარისი დატრიალება, всё, რა თქმა უნდა, ამისი ამოტრიალება და ესე კალიბრაცია ძალიან რთული იქნებოდა, როგორც პატარა დრონების შემთხვევაში ხდება ხოლმე.
всё, გავუშვით. ეხლა დავიწყეთ დამშვები მექანიზმის გამოყენება, ჯალამბარი, რომელიც ჩამოდის. ახი ბრატ, ხელში დაგაჭერინე, მეტი რა გავაკეთე. 5 კილო. აი, ჩავიკეტე, წავედი. შაკო, შენ ერთი წამი კიდე გადამიმოწმე აქაურობა. აი, ვიდეო შეჭერდი, მეცადე კიდე. ნახე რა მაგარია, ხო არ გადაო. ნახე რა მაგარია. თან ზუსტად ქარის მიმართულება დაგვემთხვა ისე როგორც გვინდოდა. აი, ეხა მალე მოვალაქეთ და ისევ მეორე წრე გავაკეთოთ. ვაუ, ხო არ გადაო, რა მაგარია, თან ზერო ადგას. დაიწყე. წადი უკან. დაიმახსოვრეთ ეს ადგილი და ეს ღონისძიება და ეს ივენთი, რადგან აქ რამდენიმე წელიწადში იქნება სრულიად დამოუკიდებელი და სრულიად ახალი თბილისის უბანი. ელემენტი 40% და ვიწყებთ დაბრუნებას, რადგან დრო გჭირდება დროშის მოსახსნელად, დრო გჭირდება გზების ჩასაკეტად და ასე შემდეგ. აი, going down, down. აქეთ დავუშვებ ჯერ სადაც ვიყავით, რომ გადმოვწიო მერე. აი, მოემზადე. დავიდა. შენ მიეხმარე, რომ გაასწორონ დროშა. და შაკო რო ჩახსნი, შაკოც მოგიხმარება. გზები გადაკეტილი უნდა იყოს. აცადე ჩაქრობა. აი. წამოშეს. იო. აი, დადეთ. ეგ არის პირველი მისია წარმატებით შესრულდა. ეხლა რაღაცებს გადავაფასებთ, შევხედავთ კადრებს, შევხედავთ, ელემენტ შევცვლით და 2 წამში დაგიბრუნდებით. ესეც ასე შედგა ფენა და ძალიან მიხარია, რომ ესეთი რაღაცეები ხდება და უფრო ხშირად და ხშირად ხდება, რაც რო გადის და მიხარია, რომ ბრენდები, კომპანიები გვენდობიან, მსგავს აქტივობას იყენებენ კომუნიკაციაში და ჩვენც აქ იმისთვის ვართ, რომ ბევრი სხვადასხვა განსხვავებული საინტერესო რაღაცეები გავაკეთოთ დრონებთან დაკავშირებით და არა მარტო. ყოველთვის გვიხარია რაღაც ახალი კრეატიულის გაკეთება და აკრებს ამისთვის უღრმესი მადლობა ეკუთვნის, რომ შემოგვიერთთ და გვენდო. რაც შეეხება ტექნიკურ ხარეს, შეიძლება რაღაც 100 წუთიან ვიდეოში ჩავატიეთ და შეიძლება 1 საათში ვიფრინეთ პირობითად მომზადებიან ფრენიანად, მაგრამ ამის უკან დგას 10 წლიანი გამოცდილება გვაქვს მინიმუმ დრონებთან დაკავშირებით და საერთოდ სხვა ეტაპიდან დავიწყეთ და საერთოდ სხვაგან ვართ ახლა და სწორედ ეს ცოდნა პრაქტიკული და თეორიული გამოცდილება და ცოდნა გვეხმარება იმაში, რომ ესეთ რაღაცეები გავაკეთოთ. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ GDTech-ის არხი, რადგან GDTech-ზე თქვენი მხარდაჭერა ბევრად უფრო მაგრად ასწორებს, რადგან აქ ტექსტზე ვსაუბრობთ, საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ, პოდკასტებზე ვსაუბრობთ და ასე შემდეგ. ეხლა კი დავტოვებთ თქვენთვის ლამაზ საინტერესო კადრებს. წავიდეთ.